თამარ მოგესალმები. თამარი იყო დღეს ჩვენი სტუმარი, არც საილის. ჩვენთან იღებავს ხოლმე, ივარცხნის ხოლმე. დღეს თემამ გაალამაზდა შეხება, ძალიან გახუნებული ფერი ჰქონდა და გამოვიდა ძალიან ლამაზი ბუნებრივი ჰაილაითებით. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ჩვენი ურთიერთობა. თამარს ვიცნობ რამდენიმე წელია, ხო თამარ? კორონას პერიოდიდან? უფრო ადრეც. ანუ კორონამდე, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ისეთნაირად გავრცელდა და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თამარი, რომ მოდის რომ საუკუნეა ვიცნობ. და მე მინდა შენ გკითხო, რომ რატომ მოდიხარ ჩვენთან? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის გარემო და ის რაც ზოგადად აქ ხოლმე და რაც მინდა რომ გავიხსენო, აი პირველად რომ მოვედი, ეს შემთხვევა მახსოვს, რომ ვიჯექი, ინდივიდუალურ პროცესში ვიყავით და ერთმა ქალბატონმა იკითხა. მე არ მახსოვს. ჩვენ არ გახსოვს პროცესში ვიყავით, ერთმა ქალბატონმა გაიარა და იკითხა, რომ აი რა ეს შეჭრა და თქვენ ვთხარით, რა თქმა უნდა, ადეკვატური ფასი, მაგრამ იმ ქალბატონისთვის ადეკვატური ფასიც აშკარად ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი შესაძლებლობა და მახსოვს ჩვენი ჩართეთ, გამორთეთ და დააპაუზეთ და ეს რაღაცა ვთხარით რა იცით ქალბატონო, ჩვენ გვაქვს პენსიონერებისთვის გარკვეული შეღავათები და ეს იმ ქალბატონის თვალებით არ გამოვიწყდება არასოდეს როგორი გახარებული იყო და ჩემთვისაც იყო ეს რამე სიჭირო, აი მარტო საქმე არ არის, ძალიან გულისხმიერება ჩანდა ამ ყველაფერში. გულისხმიერება არის მნიშვნელოვანი. მე აი ნებისმიერ საქმეს მგონია რომ ამის გარეშე ვერ გააკეთებ და აი ყველაფერში გეტყობა რომ მოგწოთ ის რასაც აკეთებ და ემსახურებით იმას რაც მართლა ძალიან ღირებულია და ეს არ გამაწითლო ეხლა. არა მართლა ესე იყო, ის ადამიანი იყო ძალიან ბედნიერი იყო და მე მეცდე რომ ეს უბრალოდ ვიცოდი რომ იქ ვიჭიქი სადაც დავიყავი და იმასთან მისთანაც უნდა ვიდარიყავი. მეც მაგას ვიძახი. ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მადლობა, მეც ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ საუკუნეა რომ გიცნობ და რაღაც ჩვენი ხასიათები და ეს რაღაცნაირად ერთმანეთთან შეერწყა, ასე ვთქვათ და კიდე მინდა მადლობა გადაგიხადო იმაზე, რომ ძალიან ბევრი ქალთა ჯგუფები არის და აი რომ არ გეზარება და რომ გვიწევ რეკომენდაციას, რომ იცოდეთ, ვინც მოისმენს, ეს არის თამარ მერცხულავა, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანი. და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო, რომ არ გეზარება ეს და არ მიზარება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანს, ანუ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის ეს რეკომენდაციის გაწევა ჩემთვის. ხო, ნამდვილად არის ისე, იმიტომ რომ გულწრფელი უნდა იყოს. გულწრფელიც და მარტო ჩემი გადმოსახედით, თუ ვიღაც კითხულობს, აი შენი გამოცდილებით მირჩიე. ზოგადად ვიცი რომ ჩემი გამოცდილება ამაზე მეტყველებს, რომ